მოგესალმებით მეგობრებო. მინდა გამოვეხმაურო საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი, 35 წლის ქალი, ქართველი ექიმი ჯალათების წყალობით გარდაიცვალა 6-თვიანი ავადმყოფობის შედეგად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ექიმს ლიცენზია საერთოდ არ ქონია, თურმე ასე, თურმე ისე. მოკლედ პირველ რიგში მინდა ოჯახს გამოუცხადო სამძიმარი, ღმერთმა გაუნათლოს თავიანთი შვილი. და ეს კიდევ ერთი ტრაგედია არის და ეს არის ერთ-ერთი ძირეული პრობლემა საქართველოსი და ქართველი არის, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ამას ან არაცნობიერებს საზოგადოება, ან არ უნდა გააცნობიეროს ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის უკვე ეროვნული პრობლემა, რადგან 10,000-ობით ქართველი გადახვეწილი არის საქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის გამო. მათი მკურნალობა ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, სხვადასხვა ქვეყნებში და მე ამ საკითხთან დაკავშირებით ფილმიც გადავიღე, დოკუმენტური ფილმი, თუმცა საზოგადოებამ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გართობის მიზნად გამოიყენა, თუმცა ეს ფილმი ბევრს გამოადგა იმისთვის, რომ თავადაც გადაეწყვიტათ სამედიცინო ემიგრაცია და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო ემიგრაციაში წამოსულიყვნენ და მადლობა ღმერთს, ბევრმა ადამიანმა თავი გადაირჩინა. უამრავი წერილი მომევიდა, უამრავი მადლობა მომევიდა, თუმცა ამაში არ არის საქმე. საქმე არის სულ სხვა მიმართულებით. ეს სამედიცინო მაფია საქართველოს და ქართველ ერს როგორც წურბელა ისე არის მომჯდარი, დაწყებული ფარმაკოლოგიური მაფიით, გაგრძელებული სამედიცინო კლინიკებით და ეს ყველაფერი ბრწყინვალედ იქნა შეტანილი ფრანგი ექსპერტების დასკვნაში, რომელიც 2022 წელს იქნა დაწერილი და შედგენილი. ზუსტად ამ დასკვნის მიხედვით მოახდინე მე დოკუმენტური ფილმის გადაღება და ყველა ის პრობლემები, ეს რომელიც ამ დასკვნაში იყო მოყვანილი, ბუნებრივია, რომ რეალური აღმოჩნდა. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი კარგი ქართველი კაცის, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ასობით ქართველს უანგაროდ ეხმარება, ხაზი მინდა გაუსვა, უანგაროდ ეხმარება ნამდვილად ქართველი პატრიოტი კაცი და ძალიან ბევრი თუ ისწავლით ამ ადამიანიდან რა არის გვერდით დგომა, რა არის ხელის გაწვდა ქართველიდან ქართველის მიმართებაში უცხოეთში, ძალიან კარგი იქნება და იქნება ვისწავლოთ ხალხმა, მაინც ვისწავლოთ ერთმანეთის დახმარება უანგაროდ და მოусვინეთ თავად თქვენ ამ ადამიანს ის ჯოჯოხეთი რა ჯოჯოხეთიც ხდება საქართველოში და ამ ჯოჯოხეთის ეკო შემდეგ როგორი არის საფრანგეთში. ფრანგი ექიმები ეუბნებიან ქართველებს, რომ რა დაუშავეთ თქვენს ხელისუფლებას, თქვენ მთავრობას, რომ აი ესეთ დონემდე მიყავხართ და აი ამდენ უბედურებას გიკეთებენ, ჩვენ ვერ გაგვიგიაო. აღარაფერს ვამბობ მოკლედ იმ დაავადებებზე, რომელი დაავადებებიც მსოფლიოში არ არის აღმოჩენილი, რაც საქართველოში არის აღმოჩენილი. თუმცა მთავარი პრობლემა და ძირითადი პრობლემა, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის საქართველოში აი ესეთი უპასუხისმგებლობა ქართველი ექიმების, რომელსაც უამრავი ქართველი ეწირება. და დროა ქართველებო ამაზე დავფიქრდეთ. იმიტომ რომ ეს ისეთი პრობლემა არის, რომ ეს პრობლემა ადრე თუ გვიან ყველას ოჯახთან დააკაკუნებს და თუ ამ სამედიცინო მაფიას საქართველოში არ მოევლო და ამას ხელისუფლება არ მოუვლის, იმიტომ რომ თავადაც არიან ამ ყველაფერში თანაზიარები, კარგად აქ ამ ფრანგულ დასკვნაში ნაჩვენები, რომ თავად მთავრობის წევრები უცხოეთში მიდიან უპრობლემოცა მკურნალოდ და საქართველოში არც კადრულობენ მკურნალობას, იმიტომ ქართველი ექიმებს არ ენდობიან. თავად ქართველი ექიმებიც, რომლებიც საფრანგეთში ბარდებიან ემიგრაციაში,
ისინიც აღიარებენ, რომ ქართველი ექიმების წყალობით მათ დაემართათ ესე და ეს დაავადებები. მოკლედ ეს არის ძალიან ძირეული პრობლემა და ამაზე ლაპარაკი საქართველოში მიღებული საერთოდ არ არის. და ისევ და ისევ ხალხი თუ ამოიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას, იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ერის გენოციდი, ჩვენი გენოციდი ზუსტად რომ ქართული სამედიცინო მაფიის ხელით ხორციელდება. დროა ხალხო გამოფხიზლდეთ. დროა გამოფხიზლდეთ და ამ ყველაფერს საკადრესი პასუხი ჭირდება. მინიმუმ ის ადამიანები მაინც გამოფხიზლდეთ და ისინი მაინც იყავით მადლიერები, რომლებმაც ეს თქვენი პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები მოიგვარეთ და დაბრუნდით სამშობლოში. ხვალდაზეგ ეს შეიძლება ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ჩემზე უკეთესად იცით, ეს პრობლემა შეიძლება თქვენ შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს მიადგეს და ამისგან დაზღვეული არაა და ზუსტად იგივე გზის გავლა მოუწევთ ადამიანებს, რომელი გზაც გაიარეთ თქვენ და ის რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს, ამისთვის ბრძოლა არის საქართველოში დასაწყები და ნამდვილად ბრძოლა არის საჭირო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ახლა მოусმინეთ ამ ვაჟკაც კაცს, გიორგი, ქართველი, რომელიც ნამდვილად უანგაროდ ეხმარება უამრავ ქართველს და რას ამბობს ის ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველ დღე, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამედიცინო ემიგრაციაში მოდიან და ეხმარება მათ სიცოცხლის გადარჩენაში. ამ ცხონებულის ოჯახს კი კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოუცხადო, ღმერთმა განათლოს თქვენი შვილი და სამართალი გაპოვნიოთ მაგ უსამართლო ქვეყანაში. საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ესე იგი ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა დილიდან, ვერ მოვიცალე უბრალოდ რო ჩემი ერთი ორი სიტყვა მეთქვა მომთან დაკავშირებით და მე მინდა პირველ რიგში ნინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვისაუბრო და ნინის მშობლებს მიუსამძიმრო ეს დიდი ტკივილი, რაც არის შვილის გარდაცვალება და არ ვიცი, ეს არის აუტანელი ტკივილი და ნინის თანათ ესაოს ყველას. ჩემგან მთელი გულით, მთელი სულით ტკივილი და სოლიდარობა და სამძიმარი თქვენს ოჯახს. ეხლა ხალხო რაც შეეხება ამ ფაქტს, როდესაც ნინიზე იქნება თუნდაც აგერის 11 წლის ბავშვი რო გარდაიცვალა ეხლა რამოდენიმე ხნის წინ ნარკოზის შეყვანის შემდეგ ნინიზე იქნება ამ ბავშვზე იქნება როდემდე უნდა ვიაროთ ჩვენ ქართველებმა ადამიანების სისხლზე. როდემდე უნდა ვიყოთ გაჩუმებული და როდემდე არ უნდა ამოვიღოთ ხმა, მე ბოლო უკვე ყელში ამომივიდა ქართველი ექიმების დაუდევარი მოქცევა პაციენტებთან და ქართველი ექიმების ის გულგრილი დამოკიდებულება, რომ თითქოს ემსახურებიან ესენი ქართველებს და თავიანთ ხალხს კი არა, ვიღაცა მოგზავნე ჯალათებს. იმიტომ რომ რასაც დღეს ქართველი ექიმები აკეთებენ, ეს არ არის ექიმის გასაკეთებელი საქმე, ეს არის სრული. არ მინდა ხოლმე ვთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველა ექიმს არ ეხება, მაგრამ დღეს რაც მიმდინარეობს, ეს არის სრული ჯალათიზმი და ეს არის სრული სიდებილე. ორივე ერთად დაკავშირებული, იმიტომ რომ სიდებილიდან გამომდინარე აკეთებენ ჯალათიზმურ ოპერაციებს, იმიტომ რომ არიციან და აზზე არ არიან და ამ ყველაფერში დამნაშავე არ არიან მარტო ეს ექიმები, ამ ყველაფერში დამნაშავე არის თითოეული ის ადამიანი და მე ძალიან ბევრს გიცნობ და ძალიან ბევრი ვიცი და აქაც ფრანგი ექიმები გაგიჟებული არიან მაგათი გაკეთებული ოპერაციებით, მაგათ გაკეთებული ოპერაციას ასე იძახიან, რომ უბრალოდ დანა აიღეს და დაგჭიხეს. კი არ გაიგეთეს ოპერაცია, აქ ქირურგიული ჩარევა აბსოლუტურად გაკეთებული არ არის არაფერი, აქ უბრალოდ დანა აიღეს და დაგჭიხეს. თორე ეხლა არ მინდა იმ პიროვნების დასახელება, რომელიც ჩამოვიდა აქ ინვალიდის ეტლით დაჭეხილი. და უთხრეს რომ ცხოვრებაში ვეღარ გაივლიო, 3 ოპერაცია გაუკეთეს მან. და აქედან რომ წამოვიდა ეს ბიჭი, დარბაზში ვარჯიშობდა 3 წელი. ეტლიდანაც წამოაყენეს, ოპერაციას გაუკეთეს, ექიმი გაგიჟდა, აქ შენ ოპერაციის არაფერი გეტყვა, დაჭეხილი ხარო. ხო და ეს ყველაფერი, ესე იგი, ხო არის ჩვენი დანაშაული პირველ რიგში და არა მარტო ექიმების. იმიტომ რომ ასე არ ექცევიან ერთსა და ორს. და რო დაინახე შეკაი ადამიანო რომ შენ ცუდად მოგექცნენ, ხო? უნდა წახვიდე და თქვა რომ ცუდად მოგექცნენ. და უნდა მიხვიდე და უთხრე რომ ცუდად მოგექცა და 1 და 2 რო იტყვი და 3 რო იტყვის, ხო ის ადამიანი დაასრულებს თავის კარიერას, ვიდრე იმან მოკლას 10 და 20 და ხვალდაზე, ხო ნინის ადგილზე ვისი შვილი იქნება, ვისი დედა იქნება, ვისი ცოლი იქნება, არავინ არ იცის. და ჩვენ აქ გვაქვს ერთი ძალიან ცუდი მიდგომა. ყველა იმ კაცის დედავატირებ, ვინც აღარებთან თანამშრომლობს, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ძალიან ცუდი მიდგომა ერთი, რომ ეს არის ბოდიში ყველასთან, დედასთან, დაიკოებთან, მეუღლებთან, შვილებთან, რომ ეს არის ბოზური.
რა არის აბა კარგი? ის არის კარგი რომ ხვალდაზე კიდე სხვეთი შვილები მოკუდნენ ვიღაცის დაუდევრობით და ხმა არ ამოვიღოთ. ეს არის კარგი, ხო? და ხვალდაზე შეიძლება შენი და იყოს, შენი ძოლი იყოს და შენი შვილი იყოს. უკვე ამ ექიმების სიდებილეს საზღვარი აღარ აქვს. და სადღაც ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დასრულდეს. და მე მაგალითად ვიზრუნებ ამაზე ამის მერე, რომ ჩამოვლენ თქვენგან დაშეხელი ხალხი და თქვენგან დაღუპული ადამიანები და განადგურებული ადამიანები, რომლებიც უკვე აი დაღუპას არიან და სულს რო ღაფავენ. მე ამ ყველაფერს პირადად რომელი ექიმიც გინდა იყოს, მე ყველას მოგწოდებით, იცოდე. მე ამ ყველაფერს რო დასკვნაში დავაწერინებ, რომ რა შეცდომები არის ჩადენილი, ამ პაციენტის მიმართ რა ჯალათიზმია ჩადენილი, მე ამ ყველაფერს მივიყვან ბოლომდე. იმიტომ რომ თქვენ არ ეკცევით ქართულ ხალხს ისე როგორც უნდა მოექცეთ, ეს ექიმობას ცდება უკვე. აქ მიმდინარეობს მარტო ორი ძირითადი ფაქტი. დიდი ფულის შოვნა გაღორება და მეორე უცოდინრობა, რომელიც საერთოდ არანაირ მოდებაში არის მედიცინასთან და ეს ყველაფერი გამოიწვია იმ შევარდნაძიდან მოყოლებული აღარ მინდა ლაპარაკი იმ შევარდნაძიდან მოყოლებული დამპალი რო იყვნენ მოსყიდული ადამიანების ფულზე ნაყიდმა დიპლომებმა ზუსტად ეხლა ექთაობა არის მოსული სამედიცინო სფეროში. კაკრას ექსკლუბანების ხალხი არიან ეხლა 95-დან 40-45 წლამდე. აი ეს ხალხი არიან, რომელიც საერთოდ არ ჯდანან არც ერთ სამედიცინო ლექციაზე და დღეს არიან ექიმები. ნაყიდი დიპლომებით. და ძალიან ბევრი შედეგი არის უკვე კატასტროფა. ძალიან ბევრი შედეგი, ძალიან ბევრი ნაოპერაციები, ძალიან ბევრი ონკოპაციენტი. ონკოპაციენტები ჩამოდიან და მეორე სტადიის სიმსივნე სჭირს და მეოთხე სტადიის გადასხმებს ქიმიას უკეთებთ. ონკოპაციენტებს ოპერაციას აკეთებთ ისეთ, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ არის, პაციენტები არიან დაჭეხილი. ორგანოები აქ დაავადებული, ადამიანს ოპერაცია გაუკეთეთ და იმის მე საჭმელი ვეღარ ჭამ, ადამიანი ჩამოვიდა, საჭმელს ვეღარ აჭამს, ადამიანი კვდება. რამდენი ესეთი ფაქტი უნდა განმეორდეს, რომ თქვენ პასუხისგებლობა იგრძნონ და პასუხი აკოდამ. შემდეგ რომ მოდიან შვიკვდარი მშობლის დედები, ყავთ დიდი პატრონები და აქეთ დიდ გულზე ხართ. და აქეთ რა ადამიანურად ექცევით შვიკვდარ მშობლებს და დედებს და მამებს და დებს და ძმებს და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ უნდა დავამთავროთ ხალხო. ეს ყველაფერი არის თქვენი სიჩუმის ბრალი, ვისაც ესე მოგექცნენ და ხმას არ იღებთ. თქვენც ხო იცით რომ ძალიან ცუდად მოგექცნენ. თქვენც ხო იცით რომ ძალიან ბევრი ხარ დაჭეხილი, განადგურებული, ხიმია ნაკეთები, მოტყუებული და ხმას არ იღებთ. მე არას ყოველთვის ვერიდები იმას რომ რაღაცა თქვა, აი ეს მიჭირს კი არა, ჩემთვის სიკვდილია რომ რაღაცა თქვა, რომ რაღაცა არ ვარგა ჩვენ ქვეყანაში, ხო? აი ამის თქმა არ მინდა არასდროს. მაგრამ მედიცინა დღეს არის არ ვიცი განადგურებული. მედიცინა არ ქვია დღეს. აქ რაღაც ხალხისგან ვისმენ, აქ ჩამოდის დაავადებული ხალხი და როგორც თქვენ მან მოიქეცით, მედიცინა კი არა, ამას შეიძლება არ მოიქცეს სოფლიდან გამოსული ჩვეულებრივი გლეხი, რომელიც მედიცინაში არ არის გარკვეული. იმან უფრო მეტი გააკეთოს იმ ადამიანმა, იმიტომ რომ ის გულით მაინც მიუდგება და სულით მიუდგება პაციენტს. ამიტომ ხალხო უნდა გამოვხიზდეთ და ამ ადამიანებზე უნდა იყოს პასუხი მოთხოვილი ბოლომდე რომ ხვალდაზე კი ჩვენი და ჩვენი დედა, ჩვენი ძმა, ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი ქართველი რა მნიშვნელობა აქვს სხვა, ვიღაცის ოჯახის წევრი ხო იქნება ვიღაცის დედა, ქართველი დედა ხო გამწარდება. ამის საკითხის მიდგომა ასე რო იტყვიან გატარები და გულგრილად არ შეიძლება. ადამიანის სიცოცხლეებს ეხება საქმე. ადამიანს ოპერაცია გაუკეთეს ესე იგი და მის შემდეგ რა განვითარდა ადამიანის გათიშვა და შემდეგ გარდაცვალება. რატომ? ადამიანი მანამდე რატო იყო ცოცხალი? ოპერაციამდე რატო იყო ცოცხალი? ესე იგი ოპერაციის შემდეგ მოხდა ის შეცდომა რომ ადამიანის გათიშვა გამოიწვია. ანგელოზი გოგო 35 წლის ნინი. როგორ შეიძლება ეს ამის გატარება და ამაზე ხმის არ ამოღება? ეს არის არა ადამიანობა, ვინც ამას გააკეთებს. ნათელი სანთელი მის სურს და მე ჯერა იმისა რომ ძალიან ბევრი ამოვიღებთ ხმას და თუ ვინმეს რაიმე სურვილი გაქვს კიდე მე აქ ვარ და მოგისმენ ბოლომდე. ეს სათქმელი უნდა ითქვას, ხალხო არ შეიძლება ყველაფერზე გაჩუმება. ხვალდაზე მე ჩვენ რო ვიქნები და ჩვენი ოჯახის წევრები ჯვარი გვწერია, ხო? მე იმაზე ამოვიღებთ ხმას, ჩვენ ყველას სანამ ჩვენი კი არა, სანამ ჩვენ ყველასი არ გვეთკინება, მანამ არაფერი არ გვეშველება. ნინი როგორც არის, მისი დედიკოსთვის, მისი შვილი როგორც იყო, იცი არის ჩვენი შვილები ჩვენთვის და თქვენი შვილები თქვენთვის და ხვალდაზე გვინ იქნება არავინ არ იცის. ამას უნდა თელი გულით მიდგომა და საქმეს უნდა ბოლომდე მიყვანა და მარტო ამ ექიმების მიმართ არა. მე გეუბნები და გაძლევთ პირობას რომ მალე ძალიან ბევრი ის ექიმები დაიჯებით, რომელი ექიმებიც ქართველს, თქვენი ერის შვილს, თქვენი სამშობლოს, თქვენი მიტაწყლის შვილს ექცევით ისე როგორც მტრები. და თუ უცოდინრობა კიდე გაგაჩნიათ, მე მოგიწოდებთ და
ნაყიდი დიპლომებით თუზი ხართ. მე მაინც მოგწოდებით ძალიან მალე და მოგიწოდებთ რომ თვითონ დატოვეთ თქვენი დაკავებული სკამები და შეელიათ იმ გახორებულ თანხების შოვნას, ვიდრე მე მოგწოდეთ. მე თქვენ არ გემუქრებით, მე თქვენი უვიცობიდან გამომდინარე მალე მოგწოდებით. იმიტომ რომ ვეღარავიდან ამდენი ადამიანის განადგურებას და ამდენი არასწორი ოპერაციის გაკეთებას და ამდენი არასწორი ქიმიის დადგმას და ამდენი არასწორი მიდგომას ადამიანებთან, ახალგაზრდებთან თუ მოხუცებთან მნიშვნელობა არ აქვს. ნათელი სანთელი ნინის სურს და მის ოჯახს და მის სანათესაოს კიდე გამძლეობა მთელი გულით. იას და ვარს ეხაროს მუდამ ნინის აპლავზე. გენაცვალეთ გულში ჩემო ქართველებო.